ახლა პირველ რიგში ვუყურებთ ჩვენს მეორე სახლს და პლანეტები ყავს თქვათ დატვირთული, ხო? მანდ პირველ რიგში ვუყურებთ მეგობრებო მართველს. მართველი შეგიძლიათ ვიდეოც ნახოთ, მაგრამ სიმბოლურად რას ნიშნავს მართველი? ნახეთ, იწყება ვერძით. თქვენი მეორე სახლი უყურებთ მართველი არის მარსი. შეგიძლიათ დაგუგლოთ, ნახავთ ცხრილებს, რომელ ნიშანს რა მართავს მართველი მისი რა არის. არის კირჩხიბში მეორე სახლი, აი კუსპიც რო ვეძახით, აი ზუსტად ამ წერტილზე რომელი ნიშნიდან იწყება მეორე სახლი. მართავს თვარემას, უყურებთ მერე სად, რომელ ზონაში ჩვენ პირად რუკაში არის მთვარე, ხო? და რა ასპექტები აქვს მას. პირველი მართველს უყურებთ, რა ენერგიის მატარებელი არის ჩვენ მეორე სახლი. მეორე სახლს რო უყურებთ, ეს არის ფულს როგორ გამოიმუშავებს ადამიანი, ან მისი მატერიალური ღირებულებები როგორია. არ არის მარტო ფული, ხო? ეს არის ჩვენი რესურსები. პლუს როგორ ვუყურებთ ფინანსებს, როგორ ვუყურებთ ფულის გამომუშავებაში, აი რა გვაქვს, მაგალითად მეორე სახლის მართველი, მერვე სახლში მე ვხედავ ჩემ რესურსებს სხვის ხარჯზე უნდა ვიყო, ან იმიტომ რომ მერვე სახლი არის, ან სხვისი ფული, ან ეს არის არაპროგნოზირებადი შემოსავალი, როდესაც განასტაბილურად ამდენი მაქვს, არა, აი მე-11 სახლსაც ახასიათებს ეს ჩემი შემოსავალი, არაპროგნოზირებადი, ცვალებადი, მოულოდნელად მოდის, მოულოდნელად მიდის, მერვე სახლი არის უცფრო, შეიძლება ერთბაშად ძალიან ბევრი შემომიდეს, მერე აბსოლუტურად საერთოდ არ მქონდეს, ხო? აი ძალიან მარტივ ისეთ ასტროლოგიურ მშრალ ფორმულებში რო გელაპარაკოთ. მაგრამ მეორე სახლი არ არის მარტო ფული. აი აქ ტყუილა არ მაქვს ეს, ხო? ვენერა მართავს მას. მეორე სახლი არის ურთიერთობები ჩვენ გარე სამყაროსთან. როგორ აღვიქვამთ გარე სამყაროს? მეორე სახლი ეს არის როგორც ჩემი ფიზიკური ენერგია, როგორც ჩემი სასიცოცხლო ენერგია, იმიტომ რომ პირველი შემდგომი სახლი არის. პირველი ხო არის ფიზიკური მე, სხეული, მეორე სახლი არის აი ამის რესურსები. საიდან მოდის ფიზიკური რესურსები? საჭმლიდან, ხო? მეორე სახლი საკვები. პირდაპირ როგორი ხარისხის საკვებს ვჭამთ? როგორი ხარისხის ნივთები გვაქვს, საყოფაცხოვრებო ნივთები, რასაც ჩვენ ვიყენებთ? ესეც მეორე სახლი არის. როგორი მართველის მყავს, ისეთი ნივთები მომწონს. ისეთ სიტუაციაში შემიძლია მე მქონდეს მაგალითად რესურსების მიმართ ინტერესი, ხო? ან ეხა სიმბოლურად სიგნიფიკატორი ვენერა არის მართველი, პოტენციური მართველი, თორე ჩვენ რუკაში შეიძლება პლუტონი მართავდეს, შეიძლება იუპიტერი მართავდეს, მაგრამ ასევე რაღაც ზონაზე სიმბოლურად ვენერას განასახიერებს და ვენერა ხო რესურსებია, ნივთებია.